ლიგა გუნცაძე ანდრო ჭიჭინაძის დედაა ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით განვე ლიგა. უღრმესი მადლობა ყოფნისთვის. მე ვნახე თქვენი კომენტარი, რომ თქვენ ემოციურად გაგიჭირდათ შვილისთვის შეხედვა და პროცესს არ დაესწარით ამ პროცესზე, მაგრამ იყავით ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 დაკავებულის პროცესზე სისტემის წინააღმდეგ და მათ გასამხნევებლად. ყველა თანაბრად მე ვახსენე ყველა მათგანი სახელი და გვარი. ანდრო ჭიჭინაძე არ არის ერთადერთი, 11 ადამიანია მასთან ერთად დაკავებული. მე ყველა მათგანი სახელი და გვარი ჩამოვთვალე. ჩვენთვის ყველა პატიმარი თანაბრად ღირებულია მთლიანობაში 51. მაგრამ თქვენ მინდა გკითხოთ ახლა თქვენი დამოკიდებულების შესახებ, აი როცა მოსამართლეები ამ გადაწყვეტილებიდან 2 დღეში ნახეთ აი აქ შეკრებილი, არ ვიცი დამატებით ამბობს ამას, ეს ფაქტი თქვენთვის კიდევ რამეს? მე უკვე არაფერი აღარ მიკვირს აბსოლუტურად, იმიტომ რომ რაც სასამართლოზე ხდება, ეს არის რაღაცა აი ანდრომ თქვა თავის სიტყვაში, რომ ეს არის კავკას პროცესი და მე ვფიქრობ, რომ კიდევ უარესია, იმიტომ რომ კავკას ცოტა სხვა ეს კიდევ უფრო აბსურდულია. გუშინ ვნახეთ ჩვენ მიმინაშვილის და მათი პროცესი ფაქტიურად ცარიელ დარბაზში გადაწყვიტეს მათი ბედი. ბავშვი ცუდად გახდა და სასწრაფოსაც არ უძახებდა, ნუ რაზე ვილაპარაკოთ. დღეს სამწუხაროდ ვერ მივედი რესტორანთან, ძალიან მინდოდა, მაგრამ რაღაც სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. ის საქმეებიც ამ პატიმრებს ეხება. წარმოუდგენელი რამე ხდება. მე ყველა პატიმარს, ყველა პატიმრის დედას სოლიდარობას უცხადებ და არა პატიმრის დედებსაც უცხადებ სოლიდარობას, იმიტომ რომ ჩვენი შვილები რუსთაველზე რო გადიან და იცავენ თავის სამშობლოს, ჩვენ არ ვიცით დაგვიბრუნდებიან უვნებელი თუ დაიჭერენ თუ გააქრობენ თუ უკვე ეგ საშიშროებაც არის. ამიტომ მე ყველა დედას რაღაცნაირად ესე უთანაგრძნობ და მოვუწოდებ, რომ არ შეეშინდეს, იმიტომ რომ საბოლოოდ აუცილებლად გავალთ და გავარღვევთ ამ რაღაცაში. თქვენ თქვით, რომ ჩვენ არ ვიცით ესე იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ანდრომაც და მათ შორის აი ელენე ხოშტარია, ხო? გამოდის ერთი ოჯახიდან 2 ადამიანი დაპატიმრებულია. ტელემაყურებელმა ვინც არ იცის, ელენე ხოშტარიას დეიდა გამოდის. მე ელენეს დეიდა ვარ და ეხლა გზაში გავიგე და ელენეს დედაც თქვენთან ერთად იყო. ცხადია ეხლა ჩვენ გქონდა სურვილი მისთვისაც მიგვეცა შესაძლებლობა, მაგრამ არ არის მდგომარეობაში, რომ პირდაპირ ეთერში ისაუბროს და ანუ არა მარტო კონკრეტული ოჯახების დონეზე არის ეს დრამა, არავითარ შემთხვევაში ტრაგედია, იმიტომ რომ ისინი არიან გამორჩეული ქართველი პატრიოტები, რომელიც ამისთვის თავს დებენ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახშიც გექნებოდათ მანამდე საუბარი მიმდინარე მოვლენებზე და არც ანდრო ჩანს ისეთი გულუბრყვილო პატარა ბიჭი, რომ ვერ ხვდებოდეს რა პროცესში მონაწილეობს ის ასე აქტიურად. ანუ ერთია, როდესაც შემთხვევით მოხვდები რაღაც გარემოებაში და იმ მომენტში გამოიჩენ ვაჟკაცობას, ვიღაცას გადაეფარები, ან რა დაიხსნი და ასე შემდეგ და მეორეა, როცა იცი რა საფრთხე გემუქრება და მიდიხარ ამაზე ყველაფერზე. სიმართლე გითხრათ, მე ეს კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს. რა დონეზე აქვს გააზრებული იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა ჩვენ კადრში უყურებთ და სასამართლო პროცესებზე არიან წარმოდგენილები, მათ შორის თქვენ შვილს, რა მასშტაბის, რა ეპოქალურ პროცესში, რამხელა რისკები დატვირთულ პროცესში მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, გააზრებული ქონდა ანდროს, ახლა მე ანდროზე ვილაპარაკებ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იქ ვინც დგას და ესე შეუპოვრად იბრძვის. ანდრო ძალიან კარგად ქონდა გათვითცნობიერებული, დაწყებული რუსული კანონიდან. ეს რუსული კანონის ამბავი რომ შემოიტანეს, აი მაშინ იყო, რომ აი ძალიან გაბრაზდა და ეხლა ნუ ეს დასახიჩრება, ეს ცემა, ეს უბედურება როცა დატრიალდა, ზუსტად იცოდა რაზეც მიდიოდა და ზუსტად იცოდა სადაც დგებოდა და ზუსტად იცოდა რომ ვიღაცა ვთქვათ დიახ უნდა დამდგარიყო იქ სადაც იდგა და გადაერჩინა იქ გოგოები იყვნენ იქ რუსულ კანონის დროსაც ხოთა შორის ანდრო მითხარ რომ წინა რიგში ვდგება რომ გოგოები მიყავთო და რაღაცნაირად მინდა რომ იქნებ დავეხმარო რომ გამოვაძვრინო ამ რობოკოპების კლანჭებიდანო და ნუ რა თქმა უნდა მე ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ნუ ეხლა ეს
ყველა ადამიანის არჩევანია და მაინტერესებდა ესე შეიძლება ესეთი უნიშნულო დეტალი, მაგრამ ფიზიკურად მზად არის, თქვათ, მზად არიან ამისთვის, თუ უბრალოდ რაც ძალა აქვთ, იმით იმედიან წინა ხაზზე. აი, ამ დროს აქვს რაღაც რამე ტიპის მე მგონი რომ მაინც ემოციური ძალა აძლევს ამის. ემოციური მგონი. ანდრო ხარ სპორტსმენია და თქვა ძალაც აქვს და ყველაფერი, მაგრამ ანდრო არ არის მოძალადე, არ არის აგრესიული, არ არის თვითონ არ შეუტევს პირველი და საქმეშიც არის ეს რომ რობოკო იქიდან იყო ნასროლი ბოთლი, რომელიც ანდროს მოხდა ფეხში და აქვს დალურჯება, კონდა დალურჯება და ეს ბოთლი დაუბრუნა უკან. იქ მე ვფიქრობ, რომ კარგად აქვთ გაცნობიერებული იმ ბავშვებს, სად დგანან, რისთვის დგანან, როგორ დგანან და არის ძალიან ჩემთვის ეს აი როგორ გითხრათ ძალიან ლამაზი პროტესტია. სრულად ახალი, ლამაზი, შეუპოვარი, ჯიუტი პროტესტი. აი რო არ ყოფილა არასდროს ახლა მე 9 აპრილიდან მოყოლებული, სულ რაღაც პროტესტებში მონაწილეობ მე თვითონ და ეს რაღაცა სხვა არის. ნამდვილად სხვა არის, რაღაცა ახალი. თქვენი აზრით აი ეს ფაქტები, როდესაც აი ეს იჯერენ ახალგაზრდებს და სისხლის სამართლის კოდექსიდან უყენებენ მუხლებს, როგორ ცვლის განწყობებს გარშემო. ვიცით რომ საზოგადოებაში არის ისეთი განწყობაც, ასეთიც, ზოგი თვალს ხუჭავს რაღაცაზე, ზოგი პასიურობს მიუხედავად იმისა, რომ აი ამ საშინელებას უყურებს, ხო? იქ იყო, თქვათ, არჩევნები მიტაცებული პირდაპირ, მერე იყო აი ეს ევროკავშირის შეჩერება საერთოდ და შემდეგ აი ეს რეპრესიის, აი ესეთი გამძვინვარებული ტალღა და აი სწორედ აი ამ რეპრესიების ნაწილში მოქმედებს თუ არა გარშემო ხალხზე ძალიან მოქმედებს განწყობების ცვლილებას. რამდენსაც დააშავებენ, იმდენი მეტი გამოვა, იმდენი მეტს მიიღებენ. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს უკვე ისეთი ბრძოლაა, რომ აქ არ არის, შიში აღარ არის. ხა იწვევს გააქტიურებას საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ვთქვათ ტელევიზორით უყურებდა და არ იყო ასე აქტიური. იწვევს და მე კიდე რამდენიმე ადამიანი აი ამ რამდენიმე დღეში ვნახე, რომ ნელ-ნელა გადმოდის ვთქვათ სწორ მხარეს და აღშფოთებულია. ის ფაქტორი იყო პრინციპში. ჩვენ რა თქმა უნდა ვამბობთ, რომ ყოველას თანაბრად ვაშუქებთ სახელებს გვარებს, სულ ვცდილობთ, რომ რომელიმე შემთხვევით არ გამოგრჩეს, რომ ვინმეს წინ წამოწევა არ გამოგვიდეს, უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ კომუნამ, რომელშიც ანდრო გაიზარდა ხომ და აი იმ სივრცემ, სადაც მუშაობდა, მსახიობობდა და რაღაც თავის სამეგობრო ჰქონდა ზედათაობამაც, მე ვწვავთ თქვენი არ იყოს სოციქსელებშიც ანდროს ფოტოებს დებენ. ისინი, ვინც ქართულ ოცნებას ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს და კონკრეტულად ივანიშვილის წრე არის და იყო, ხომ? აი, ამ თვალსაზრისით ანდროს ჰქონდა რაღაცა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. ცოტა არის ისეთი დამოკიდებულება მათი მხრიდან, სხვების ფოტოებს არ დებენ. მაგრამ ანდროს დებენ. დებენ უკვე. მე ვძებ და დებს რას მე თავიდანვე ვამბობდი, რომ მე არ უყურებ ამას ვიწროთ, რომ ჩემი შვილი დაიჭირეს, ვაიმე ჩემი შვილი ახლა გამოვიდეს, ყველა მითი ხერხით, არა. უფრო ფართედ უყურებ ამას, მთლიან სურათში უყურებ და მე რა თქმა უნდა, ჩემი შვილი გამოვიდეს მარტო ციხიდან და თეატრში წავიდეს და იქ ითამაშოს სპექტაკლები. წარმოუდგენელია ეგ ამბავი. ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს ნამდვილად. უბრალოდ ანდროს შემთხვევაში რადგან მსახიობია, რადგანაც ცოტა რაღაც ცნობილია, ამიტომ უფრო შეიძლება რაღაც მიიქცია ყურადღება, მაგრამ არა, ანდრო არის ის დანარჩენი პატიმრები და ის დანარჩენი პატიმრები არის ანდრო. ეს არის აბსოლუტურად გულწრფელად გელაპარაკებით ახლა ამას. კალდოლიკა შესაძლოა ზოგი უცნობია, შესაძლოა ზოგი ცნობილია, ანდრო გასაგებია, რომ ბევრისთვის ძალიან ნაცნობი სახეა, შეიძლება ძალიან ბევრი უცნობია დაკავებული, მაგრამ ყველა მათგანი ჩვენ ვცდილობთ, რომ გაგვეცნოს საზოგადოებისთვის. მათთან ერთად ჩვენმა მაყურებელმა საზოგადოებამ გაიცნო გამწარებული დედების ჯარი.
ჩემთვის ამ ადამიანების ყურება განსაკუთრებით ემოციურია, რა დარტყმა მიიღო რეჟიმმა, აი გამწარებული დედის სახით, რომელმაც ყველაფერი ჩადო მისი შვილის აღზრდაში, ზოგი 18 წლის არის, 19 წლის არის და ედავებიან დანაშაულს, რომელიც წლობით მათ მომავალს განსაზღვრავს თუ სისტემას გაუვიდა მათთან ეს ბრძოლა. აი დედის გადმოსახედიდან მინდა კითხოთ, რაზეა წამსვლელი დედა, რომელსაც შვილს უპატიმრებენ აბსურდული ბრალით. დედა ძალიან საშიშია, ძალიან საშიშია. დედას როცა უპატიმრებენ შვილს, ეს არის ხორცს აგლიჯავენ. და აი ხორცს რო აგლიჯავენ, ხდება ცხოველი. ძალიან საშიშია. პირდაპირ ვამბობ, ძალიან საშიშია დედების გამწარება. აქ არის მართლა ჯარი. დიახ, რა თქმა უნდა. დედების ჯარია, ძალიან სწორად თქვით და ხშირად უნდა ფიქრობ, ხშირად უნდა მოიწვიონ ტელევიზიებმა აი ამ პატიმრების დედები და მათ აქვთ სათქმელიც და ტკივილიც, თავის სათქმელი აქვთ და ფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა იყვნენ რამდენიმესთან კარგი ისეთი ახლო კონტაქტიც მაქვს და არაჩვეულებრივი ხალხია სრულიად. გვაქვს კონტაქტი, ხან მიმოწერით, ხან ტელეფონით, ერთმანეთს ვატყობინებთ რაღაცებს თუ ერთად რაღაცას მოქმედებთ და რა ვიცი. გეგმავთ ბრაზის გამოხატვას ერთად რაღაცა კი თუ კი გეგმავთ. ყოველ შემთხვევაში რაღაც გეგმები გვაქვს და აი ეხლაც დღესაც რაღაც გეგმები დავსახე მე და მინდა რომ გაუზიარო და ხვალ იქნებ აი შევხვდე და ცა მოვილაპარაკო. დედების რასაც სოფო მხაზი გავსო, ჩვენ ამას ვგრძნობთ, თქვენ სულ რომ ხმა არ მოიღოთ მშობლებმა, რომლებიც ადგილებზე ხართ, ან რაღაც შემთხვევით კადრში მოხვდებით, ეს ენერგია სულ რომ ჩუმად იყოთ ჩვენ ამას. ჩვენ ვიგებთ და მე ძალიან მიკვირს თუ ეს არ ეხებათ მათ, ვინც ამას აკეთებს. როგორ ვერ გრძნობენ, თუ კი ისინი მართლა შერჩენილი აქვთ რაიმე ტიპის მგრძნობელობა, როგორ ვერ გრძნობენ, რა მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და რა ძიმე ემოცია მიდის მათი მისამართით. მე ვფიქრობ, რომ გრძნობენ და მე ვფიქრობ, რომ ეშინიათ, ჩვენ არ გვეშინია. მათ ეშინიათ, იმიტომაც იქცევიან ესე, როგორც იქცევიან. მე მაგათად პირადად ეთყობა სუსი კარგად ამუშავდა ხა. მომდის მუქარები მესიჯად ერთმა მომწერა პირდაპირ დამთაგა თუ რა ვიცი მე გაქრა ეს და ვინც არის მართმერიდება თუ გნებავთ გამოვაცხადებ სახელს და გვარს ირინა ენუქიძეს ძალიანაც რომ ეცადო ირინა ენუქიძე ვერ გახდები ამის ქვეშ მე იყო საშინელი წყევლა არც მინდა ის გამეორება არც ოჯახშიც სახლშიც არ მომიყოლია ისეთი ეწერა ანდროს წყევლა გუშინ წინ იყო ორ ნაბიჯი ჩემს სახლთან სუპერმარკეტში ქალი იდგა და კიოდა დაახლოებით იგივე ტექსტს და დღეს ვინმე ნატო ჩხარტიშვილმა დაწერა რაღაცა საშინელი სტატუსი რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ეს არის მუშაობენ ეს რეჟიმის მეთოდია თავიდან მე ძალიან ავღელდი სხვათა შორის რომ წავიკითხე ღამის 4 საათზე მომივიდა ეს ხო მოქმედებს მაინც რაც უნდა მზადდა ხო მე ცოტა ავღელდი ძალიან მე ჩემ მეუღლეს გაუზიარე და ისიც ცოტა აღელდა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული, მე შემანჯღრიონ და ეშინიათ მათ ჯგუფურ ძალადობას ახორციელებენ ისინი და არა ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ სამშობლოს. ჯგუფური ძალადობა არ არის ამდენი პოლიციელი, რომ დაესება ხალხს და ცემს და დაასისხლიანებს და არ ვიცი შემდეგ მიყავს და აწამებს. მე მიყავს და აწამებს. ეს არის ჯგუფური ძალადობა. ხურდავს. ჯგუფური ძალადობა ამას ქვია. სახელმწიფო არის ყაჩაღი. ჩვეულებრივი ყაჩაღი, რომელსაც რასაც ეს ავტოკრატიაც არ არის. ავტოკრატია რაღაცა მოწყობილობა,
მოწყობა გასაგები. ჩვენ გავწდით მე. აქ სხვა რაღაცა, აქ სრულად გაუგებარი ყაჩაობა. ავტოკრატიას ქვია, ხო? კაკისტოკრატია არის ასეთი. ოლიგარქიულ ყველაფერი ერთად შერწყმული პლუს რუსული დამღით. რუსული ზუსტად გადმოღებული, აი ცემაც კი არის იმათგან გადმოღებული თავში, ღვიძლში და თირკმელებში. და ორჯერ დაკავება ამ ადამიანებს გიათი გარჩევიშვილი არ უნდა დაგვავიწყდეს გუშინ მეორე ცემეს ის დააკავეს მიდიოდა აქციაზე განსაკუთრებით გამორჩეულია მისი ისტორია როგორ ებრძვის სისტემა ერთ ადამიანს როგორ ჩაგრავს მას და როგორ ცდილობს რომ გატეხოს პროტესტანტი ეს არის ცალსახა მაგალითი ამის გუშინ სხვა შორის 10 მოქალაქე დააკავეს ბათუმსა და თბილისში თითქოს ხომ შეწყდა ეს დაკავებები დროებით მაგრამ რაღაცნაირად სისტემამ კვლავ გვაჩვენა რომ ჩვენ ადგილზე ვართ მე ზუსტად ვიცოდი რომ ეს დაიწყებოდა ეს მეორე რაღაც სერია. რომ არ იკლებს მოხდი და მათ არ მინდა მე თქვა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, აი, როდესაც ეს რაღაც არ ვიცი, საშინ როგორ შეიძლება ასეთი ფორმულირება საერთოდ გააკეთო, როგორ შეიძლება ასეთი რამ საერთოდ თქვა, აი სანდრო გირგულიანთან დაკავშირებით რომ რაღაც პარალელი ერთი უნდა იცოდეს მაინც საზოგადოება მიცის ბევრმა, მაგრამ აი თუნდაც ელენეს და მთლიანად ამ ოჯახს რომელზეც ვსაუბრობ, როგორ იცავდნენ ისინი სანდროს უფლებებს და სანდროს ოჯახის უფლებებს. ეს უნდა იცოდნენ. აი ეს როგორ შეიძლება ერთმანეთთან დააკავშირო, წარმოუდგენელი რამეა რა ტვინში უნდა მოიხარშოს. და მე ელენე გარეთ იყო სახელმწიფო მოხელე მაშინ. სანდრო გირგულიანის საქმეზე აი ახლა რომ ვიღაცები მურუსიძეს იცავენ და გაიხსენონ ელენე როგორ იბრძოდა მაშინ. მე მახსოვს ეგ ძალიან კარგად და პირდაპირ გავშირდებოდა იმ გამოძიებას რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ზუსტად რომელიც სინამდვილეც გამოდიოდა ივანიშვილის დღევანდელი ელიტის ძალიან დიდი ნაწილი ღებულობდა მონაწილეობას მის დაფარვაში, მათ შორის სასამართლო დონეზეც ერთი ენამოსტრებული ხუმრობა გამოჩნდა დღეს Facebook-ში და პირდაპირ აჯდება, რომ აბა გირგულიანის მოსამართლისთვის გაებედათ ასეთი რამეო, გასაგებია, რა მინიშნებაც არის აქ ამ შემთხვევაში და მე კარგად მახსოვს ელენეს პოზიციას აგახსენა ვახუმრო სახელმწიფო მოხელე კი არ იყო. Ministris მოადგილის რანგი ჰქონდა მას და მე მახსოვს მართლა 20 და 25 კაცი რო გამოდიოდა თავიდან ხო დათო იყო გამყრელიძე სხვები იყვნენ და სულ რაღაც მცირე ჯგუფი იყო ახლობლების და ნათესავების ანდროსი მათ შორის იყო ელენეც და იმის შემდეგ სხვათა შორის ის ამის გამო საჯარო სამსახურიდან არ გამოუგდიათ ესეც ობიექტურად უნდა აღნიშნოთ კი განსხვავებით იმ სიტუაციისა რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში ზალადობა ყველა მე რაღაც ესე როგორც კი მოდის ხელისუფლება, ну, როგორც კი მთავრობა, ახალი მთავრობა მოდის, მე პირველივე დღიდან ვდგები ოპოზიციაში, რაღაც ესე ვარ. გავისტუმრეთ ერთი, გავისტუმრეთ ორი, ყველა წავიდა არჩევნებით, ასე თუ ისე, ну, წავიდნენ, ხო? სისხლი არ დაყრილა. და ესენი ეს სყაჩაღები რას აპირებენ როგორ აპირებენ ვერ დარჩებიან იმიტომ რომ ხალხი არ არის ხალხის ზალა ესე არ არის რომ ძალიან ძლიერია ეს ხალხი და ჯიუტი 44 დღეა ხო დღეს თუ 46 ხო მათ ეგონათ რომ დაიღლებიან მათ ეგონათ რომ თავიდან ეგონათ რომ ახალგაზრდები არ გამოვიდოდნენ აი მან ძალიან ახალი წელი წაიღებს ამ პროცესს აი არ ვიცი ცოტა კი დავაგვიანეთ ჩვენ რეაგირება ქართული ოცნება რომ მოვიდა მალევე გამოჩნდა საით მიყავთ ქვეყანა კალდოლიკა მე გისურვებთ ხნეობას არ გაკლიათ ეს მაგრამ გისურვებთ მას ვიდრე ანდრო დანარჩენ პატიმრებთან ერთად გათავისუფლდება მე გისურვებთ რომ ეს თარიღი იყოს მალე სხვა შორის ამას ვუსურვებთ თვითმარქვია ხელისუფლებას ეს არის მათი თვითდაზიანების ვადის შემცირება დიდი მადლობა რომ გვეწვეთ სტუდიაში